ურთიერთ ბრალდებების ფონზე დავით ნარმანია დღეს ხდომის დაწყებამდე საკმაოდ მოზომილი იყო, მაგალითად თუ სემეკმა პირველადი ანგარიშის დროს პირველ ხდომაზე დაადანაშაულა ელექტროსისტემა და ხელი სწორედ მათკენ გაიჩვირა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო და ასევე თქვა, რომ უუნაროები აღმოჩნდნენ კრიტიკულ სიტუაციაში და ვერ დაასკვიეს ქვეყანა ორჯერ ჩაბნელებისგან. ამას უპასუხეს სწორედ ელექტროსისტემაში და ტენდენციურობაში ამხილეს სემეკი. სწორედ ნარმანიას და მის თანამშრომლებს ვკითხეთ, რამდენად რას ნიშნავს მათთვის, როდესაც ტენდენციურობაში ამხელს ელექტროსისტემა, რომლის ხელმძღვანელის შვებულებაში გასულაც დაემთხვა სწორედ პირველადი ანგარიშის წარდგენას, მისი ადგილმონაცვლე მიიყვანეს ელექტროსისტემაში დავით ვარდიაშვილი და ჩვენ ასევე ვცდილობთ დაზუსტებას დავით ვარდიაშვილი დღევანდელ ხდომას დაესწრება თუ არა და მოისმენს თუ არა უშუალოდ პირველი პირებისგან შუალედურ ანგარიშს თუ რატომ ჩაბნელდა ქვეყანა 24 და 25 ივლისს, რატომ არ მოხდა ამის პრევენცია, რა იყო გამომწვევი მიზეზი პირველ და მეორე დღეს საყოველთაო ჩაბნელების და რა პასუხი ექნება დღეს უკვე ელექტროსისტემას, რადგან მაგალითად ზარდიაშვილი, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ელექტროსისტემას, მისი თანამშრომლების ინფორმაციით შვებულებაში გავიდა სწორედ იმ დღეს, როდესაც ელექტროსისტემასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა სემეკმა და როგორც მისივე თანამშრომლები ჩვენ გვეუბნებიან, დიდი ალბათობით ის სამსახურში არ დაბრუნდება შვებულების დღეების გასვლის შემდეგ და სახელმწიფო ელექტროსისტემას დატოვებს. საინტერესოა დღევანდელი ანგარიშის შემდეგ რა პასუხი ექნება სახელმწიფო ელექტროსისტემას, რადგან ისრებს სემეკი სწორედ მათკენ ამისამართებს. ხდომაზე გაიგებთ საკითხებს, ჯერ არ ვასრულებთ ჩვენ საკითხის განხილვას, დღეს მიმდინარე განხილვა გვექნება, ასე რომ დაელოდეთ აი, სანამ დასკვნას ნახავდნენ და გაიცნობდნენ, ტენდენციური იყო თქვენზე თქვეს და რატომ თქვეს, ბატონ დავით? დაელოდეთ კომისიის ხდომას, დაელოდეთ. სხვა მოტივი დგას ზადიაშვილის წასვლის უკან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? პოლიტიკურ მდგენელს თუ ნახავენ თქვენს ანგარიშში, იმიტომ რომ კრიტიკული იყო ელექტროსისტემა თქვენით. ეს ხდომას დაესწარეთ და კომისია გააკეთებს განმარტებებს. მიკერძოებულები იყვნენ, ასეთი იყო პირველი შეფასება ელექტროსისტემის მხრიდან. რატომ შეერდებათ მაშინ ასეთი შეფასება? გაცლილია პოლიტიკური მდგენელისგან. მაშინ, როდესაც ელექტროსისტემის ხელმძღვანელი ოფიციალურად შვებულებაშია, თუმცა ამბობენ, რომ ვანო ზარდიაშვილი დიდი ალბათობით ელექტროსისტემას დატოვებს ამ შვებულების დღეების გასვლის შემდეგ, ამ ფონზე ბევრი კითხვა ისმის მისი მისამართით და მას აქებს ირაკლი კობახიძე, თუმცა წასვლა არ წასვლასა და გაშვებასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტროს აკისრებს. ოპოზიციის შეფასებით ეს უკვე ნიშანია, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ვანო ზარდიაშვილი სახლში გაუშვას და როგორ მოხდება ეს წასვლა, იქნება თუ არა მძიმე, მაგალითად უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, რაიმე სახით მის ბრალეულობას გამოკვეთს თუ არა, ეს ყველაფერი ივანიშვილის განწყობაზეა დამოკიდებული. ეს გამონათქვამი მახსენებს დათა თუთაშიაში ცნობილი სცენის რეინკარნაციას, კრაპმარო თქვა რა ლამაზად წავიდაო. აი დაახლოებით ალბათ ასე უნდა შევადაროთ ჩვენ ეს წასვლა, რა ლამაზად წავიდაო, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში ლამაზად წასვლას კი აფასებენ, მაგრამ მე რატომაც ახსენდებათ, რომ იმ წასვლამდე იყო რაღაც მოსაკითხი ერთმანეთში. საბოლოო ჯამში რევოლუცია საკუთარ შვილებსაც ჭამსო და ჩვენ თქვით და აღნიშნეთ, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მე უბრუნდება თავის შემოქმედებს. და ბენეფიციარებს, ამიტომ ვთქვი მე, რომ ვერც ერთი ვინც სცენიდან ასე ლამაზად მიდის, ალბათ ბოლომდე მშვიდი ვერ იქნება. რაღაცა ეტაპი მწიფდება, როდესაც იმაზე რაზეც თვალს ხუჭავს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენიერ დღეს იმაზე მიწყებს რეაგირებას. რაღაცა შეიძლება ვიღაცების კორუფციულ სქემებზე, რომელზეც მას აქვს ინფორმაციები, ბევრად ადრე, ისე როგორც ზარდიაშვილი ძალიან კარგად იცოდა რა როლში იყო, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ, ალბათ ასე იყო საჭირო და ამის ჩაღრმავება არ არის დიდად სასიამოვნო პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა დადგა ეტაპი, როდესაც მდინარაძესაც იშორებს, მდინარაძის
მიერ დანიშნულ კადრებსაც ეტაპობრივად და სარდიაშვილი მდინარაძისგან განცალკევებული არ არის. ეს არ იქნება მხოლოდ იმ ერთი დღის ჩაბნელების გამო, რომელიც თავისთავად მძიმე ამბავი იყო. ყველაზე ახლოს ალბათ აი ამ რეალობას აღწერს სიტყვა რაღაც მაფიოზური წარმონაქმნი, იმიტომ რომ მართვის ის მოდელი, რომელიც კონსტიტუციური სისტემიდან გასულია, არავითარი ბალანსი ხა ხელისუფლების შტოებს შორის, იმ სამ შტოს შორის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არ არსებობს. სამივე შტო არის ვერტიკალური მართვის ქვეშ. ჯერჯერობით სემეკისგან ისე ვერ მივიღეთ პასუხი, მათი თანამშრომლები იყვნენ თუ არა გამოკითხვაზე ელექტროსისტემაში, ამას გვიდესტურებენ თავად თანამშრომლები, რომ მათი კოლეგები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ დაბარებულები გამოკითხვაზე, თუმცა სემეკისგან ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ გამოკითხეს, ან იგეგმება თუ არა და დაბარებულები არიან თუ არა გამოკითხვაზე, პირველადი ანგარიშის ავტორები თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერჯერობით ელოდება ორივე დღესთან დაკავშირებით სემეკის მხრიდან ანგარიშის გასაჯაროებას.